გამარჯობა. ვაგრძელებ საკურთხევლის წარწერის გაშიფვრის შესახებ თხრობას. როგორც წინა ვიდეოში ახსენეთ, პირველი ასო ნიშანი, ანუ თქვათ ასე სიმბოლოც, ასეთ შეიძლება გავშიფრეთ და იყო ასო ნიშანი Q, აი ეს გრაფიკული გამოსახულება. აქვე შეგახსენებთ ყველასთვის ადვილად გასაგები რომ იყოს, ამასთან მარტივი ქვემოთ ასო ნიშნებს წარმოგიდგენთ შემოკლებული ფონეტიკური ფორმებით და მათ არ დავასახელებთ ამბანში მინიჭებული სახელდებითი მარცვლებით, მაგალითად ა, ანი, რ, რეშ და ასე შემდეგ. საკურთხევლის წარწერის მეორე სიმბოლო წარმოადგენს მხედრული ამბანის ა ასო ნიშანს. აი ეს. არის თუ არა შესაძლებელი ამ წარწერაში წარმოდგენილი ასო ნიშანი ა იყოს მხედრული, როცა საბჭოთა მეცნიერები და პოსტსაბჭოელნიც მხედრულ ამბანს მიიჩნევდნენ ახალი წერთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დამწერლობა. გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ მხედრული ამბანური დამწერლობის ნიმუშები აღმოჩენილია ახალი წერთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ტაძრებსა და სიგელებზე. დასაშვებია, რომ ვიღაცებს ჩვენი არ სჯერათ, მაგრამ არც ქართული საისტორიო წყაროებისას სჯერათ. გასაგებად დაგვიწერეს ჩვენმა წინაპრებმა. არა უწიგნურნი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე. სწერდნენ igini უხუცესთა წერილითა და წერილი მათი არსე წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმა წერილთა მათგან განხო მხედრობისთვის თვისისა მხოლოდ ხელითა წერილი განყოფილი ასონი და არას ქვით რაითმე. განვაგრძოთ მსჯელობა და გავიხსენოთ ეს ციტატაც. კვალად იგივე ვახტანგ ფარნავაზ პირველსა მეფის მოთხრობასა შინა, ამან ფარნავაზ პირველმა მეფემან განწმინდა და გაამშვენიერა ენა ქართული და პირველივე მდგომარეობასა ზედა აგოდა, შექმნაცა მხედრული წერილი. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 34. მაშას დადამე ფარნავაზმა განწმინდა და გაამშვენიერა ენა ქართული და დააბრუნა პირველსავე მდგომარეობაში, ხოლო არსებული დამწერლობა გაამარტივა და შექმნა მხედრული წერილი დამწერლობა. რაკლიანის წარწერა შეიცავს ორივე ეგრეთ წოდებულ ასომთავრულ და მხედრულ ამბანურ ერთობლიობას, ამბანთა ერთობლიობას. აი აქ ჩვენ ხო გითხარით, რომ აი ეს Q წარმოდგენილია როგორც მხედრულში, ასევე ასომთავრულში და ხუცურშიც იგივეა. აქ მეორე ასო ნიშანი აქ ხდება უკვე მხედრულით. აგერ გვაქვს წარმოდგენილი გრაფიკული გამოსახულება. შემდეგი წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა მნათობისა ათონის ივერიის მამისა და წინამძღვრისა გიორგის მიერ მოთხრობილთა შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან. ივერია ვინაიდან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოხიის სვიმეონ წმინდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენ ივერიელთასა, წერილი ძველი ფრიად, ეს გიორგი მთაწმინდელი ამბობს, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ, რა ეწერა, ქართლოს, რომელიცა წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესამთავარი, იგი თვით და ყოველნი ძენი ძმანი შთამომავალი და ერნი მისლი მომზრახ იყვნენ ივერიულად, ესე იგი ქართულად, ზრახვითა და ამგარითა, რომელთაც მეტყველებთ აც. ახლა უშუალოდ ლიგატურაზე ვისაუბროთ. აი ამ ლიგატურაზე აქ არის ორი ასო ნიშანი, ერთი ვთქვით რომ არის მხედრულია, მეორე არის არმაზული ერი, რომელიც ასომთავრულში შემდეგ ჩაბრუნდა როგორც ასო ნიშანი. როგორ დავადასტურეთ ჩვენ მისი არსებობა საკურთხევლის წარწერაზე ამ ლიგატურის? ძალიან მარტივად. ამის შესახებ ვისაუბრეთ წინა ვიდეოში, მაგრამ აქ უნდა გავმეორდეთ. საკურთხევლის წარწერაზე ასო ნიშნები ა და ერი არის მოცემული ამგვარად. აი ამგვარად. ანუ აი ასეთი ფორმით. ხოლო თიხის ნარნაკის წარწერაზე, რომელიც ასევე აღმოჩნდა გრაკლიანი გორაზე და წარმოადგენს საკურთხევლის წარწერის თანადროულს, განსხვავებაა სულ რაღაც 50 წელი ქიმიური ანალიზის შედეგად. გამოსახულია R100, აი აგერ აი ეს R100, აი აქ წითლად რო გვაქვს ჩვენ სპეციალურად მინიშნებული, გამოსახულია ცალკეულ ასო ნიშნად. და
არ არის გამოსახული, ესე იგი A100-სთან ერთად, ანუ ამ 100-სთან ერთად, ცალკეულად არის გამოსახული. ხოლო აქ უკვე ორივე არის ერთად გამოსახული. ამით დავამტკიცეთ, რომ ეს ცალკეული 100 ნიშანია და წარმოადგენს R100 ნიშანს. აგერ გვაქვს განმარტება, თუ შეიძლება რომ წაიკითხოთ ამ ერთთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს ლიგატურის განმარტება აქვე და აქ ქვემოთ გვაქვს ეს ლიგატურა როდიდან გამოიყენებოდა, ეს ძველი წელთაღრიცხვიდან გამოიყენებოდა დამწერლობაში, სხვადასხვა უძველესი კულტურები ამას იყენებდნენ თავიანთ წერილობით წყაროებში. ამით დავასრულოთ, ჩვენ შემდეგ ვიდეოზე გადავალთ და ვისაუბრებთ აი ამ 100 ნიშანზე, ეს არის T და იგივე ასეთსავე ცხრილს წარმოგიდგენთ ამ 100 ნიშანთან მიმართებით და ავხსნით იქ ყველაფერს. ამით კიდევ ერთხელ გამეორდები, დავასრულოთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. დიდი მადლობა.